საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ფართომასშტაბიანი სისტემის პროექტი განახორციელა. პროექტი ითვალისწინებს სოფლებში ახალი სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობას და უსაფრთხო ხარისხიან 24 საათიან წყალმომარაგებას. არა მარტო ტანზიაში, არამედ იმ სოფლებში, სადაც ოპერირებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, უნდა იყოს წყალმომარაგება 24 საათიანი ყოველგვარი გრაფიკის გარეშე და შესაბამისი ხარისხით. 33 წელი აქ ცხოვრობთ და წყლები რავი ჩემით ამოვიყვანე მე მაგალითად წყალი არ გაამართლა ზევიდან და ქვევიდან იმას ქვენი და მადლობელი ვარ ახლა ეს წყალი თუ გაკეთა თუ გაგვიმართლებს რაც ჩავსახლეთ მის შემდეგ ძველი ის ქონდა ხანსად წყდება ხანსად ძველი შლანგები იყო გამოყვანილი და ახლანდელი ახალი რო გამოგვიყვანეს თუ იმას იზამს რომ ცოტა ნორმალურად მოდიოდეს და პრობლემა არ ქონდეს წინამდე კი არ ვარ. სოფელ ტანზიაში აშენდა ახალი რეზერვუარი და საკლორატორო. მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი და მაგისტრალური მილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ სათავე ნაგებობასაც. ასევე სოფელ ტანზიაში მოხდა ინდივიდუალური განშტოება და დამონტაჟდა მრიცხველები. თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა. ისინი არ ეთანხმებიან წყლის ძველი სისტემის გაუქმებას და აღნიშნავენ, რომ აქამდეც არ ჰქონდათ სასმელი წყლის პრობლემა. ახალი მაგისტრალის გაყვანა კი მათ გარკვეულ სირთულეებს შეუქმნით. ზოგს ვაფშე არ ქონდა მეთქი არსებული წყალი რაც იყო არ ქონდა და იმასთან კი ბატონო მიაწოდონ რატო არა კაც ყველას უნდა ქონდეს წყალი და ყველას უნდა მიეწოდოს მაგრამ ვისაც ქონდა თქო არსებული აქეთ მხარეს ეხა ჩვენ მაგალითად ძველი ტანზიაში აქეთ მხარეს და კიდევ იქითაც არის რომ ეს ხალხს აქვს შეყვანილი ეს წყალი და კმაყოფილები ვართ მაგ წყლით რაც არსებული წყალი იყო ზოგს მართლა არ ქონდა და ეხა ის კმაყოფილი იქნება კმაყოფილი იქნება იმ წყლით რომ მიუყვანონ წყალი და იქნება მაგრამ ამ სოჩიკით მრიცხველები თუ ვერ იმას ვიზავთ, ვერ გადავიხდით, ფაქტურად ვერაუვათ იმდენს დაწერს. ვისაც არა გაკეთებული წადი და იმას გაუკეთე ვიღაცა ხარ, მე არ მინდა მე ეს წყალი, რა თმინდა, გაკეთებული მაქვს, მე ჩემთვინ ვიზრუნე, ჩემი თავისთვის კილომეტრი გამოვიყვანე, და კიდე მოდის და ვიღაცა მე წყალს მიკეთებ, ჩემზე კარგად ენა გააკეთოს იმან. ეს ხო ტყუილია, ეს ხო ბლეფია. ეს არ არსებულია, კაცო, არ გვინდა ჩვენ ეს წყალი, კაცო, თუ ესე ძალიან ზრუნავენ, კი ბატონო, არ ვართ უარზე, ოღონდ გამოიყვანონ ის. იყოს და ხო ერთ ადამიანზე იყო ომლზე და სიტყვაზე ცულადობაზე რომელიმე ეგრე შევთანხმდეთ მაგაზე კიდე შეიძლება ხო ეხა კარგია რაც ქონდა ის რო დაგვიტოვონ და იყოს ის ძველი ხაზი არ უნდა აიღონ მაინც ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ამან რო ვერ გაამართლოს ეს რაც გააკეთეს ახალი სისტემა მერე უკვე იმ ახალი სისტემით გამოყენებით თუ ჩვენ ვერ ვისარგებლებთ ისე გვირჩევნია ძველ სისტემაზე დავრჩეთ ყველას უნდა როგორი ვარიანტი ეს ძველიც დარჩეს ძველი იყოს ხელი არ დაედოს და ეს ახალი კი ბატონო მოვიდეს შევიყვანთ სულადობაზე გადავიხდით არ ვართ უარზე ჯობია ხელი არ დაადონ იმ ძველს იმიტომ რომ ჩვენ ის ძველი ისე გვაგაკეთებული რომ იმის გარეშე მე ვიცი რომ ბევრი ვერ გაძლევს იმიტომ რომ ის წყალი გვაქვს კარგად გაკეთებული ძველი სისტემა არ არის ცენტრალიზებული არის სპონტანურად მოწყობილი არასტანდარტული მილსადენებით რომლებიც რეალურად არ არის გათვლილი იმ წნევაზე, რა წნევაც ონკანის დაკეტვის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნეს ქსელში. ამიტომ არის ყველა კერძო განშტოებას გასდის წყალი, ყველა განშტოებაზე არის დანაკარგი, რაც უარყოფითად აისახება სხვა შემდგომი სოფლების წყალმომარაგებაზე და მათ შორის კალაკბოლისის წყალმომარაგებაზეც. შეგიძლიათ თავადაც დარწმუნდეთ, სანეაური არხი მიდის სავსე სასმელი წყლით. ეს ყველა წყალი აკლდება ქალაქ ბოლნისს. 16 რიცხვში ორშაბათს უნდა მოხდეს სატესტო გაშვება მთელ სოფელში ახალი ქსელის და დროებით შეიზღუდება ძველი ქსელი. რა შედეგი დაგვიდგება, მაგის მიხედვით დავსახავთ სამოქმედო გეგმასაც. აღნიშნულ სიტუაციას კომპანია გაითვალისწინებს და მაქსიმალურად გაუწევს შეღავათს. აღნიშნული ფართომასშტაბიანი წყალმომარაგების პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2 წელზე მეტია გრძელდება და მისი საერთო ღირებულება 35 მილიონ ლარს შეადგენს.